სამყაროს შემოქმედის დასახასიათებლად, როდესაც ქართულ ენაზე სულ პირველად წარმოსთქვეს წოდება ღმერთი. ეს სიტყვა ღმერთი, ეს წოდება აიღეს ორი ქართული სიტყვისაგან. ღრმა და ერთი. აქედანაც ჩანს ბუნება, რომ პიროვნება არის ერთი და არა სამება და რომ მას ის არის ღრმა, აი ამ გაგებით აუცილებლად ადამიანი არ უნდა დაჯერდეს მხოლოდ იმის ცოდნას, რომ არსებობს ღმერთი და ეს საკმარისი იყოს მისთვის, არამედ სწორედ აი ამ სიღრმეებში უნდა შევიდეს მის გასაცნობად. და ეს შეიძლება ნებისმიერმა პიროვნებამ გააკეთოს ბიბლიის კარგი კვლევით, რომ უფრო და უფრო ღრმად და ღრმად გაეცნოს მის უზენაესობას, სამყაროს შემოქმედს. სწორედ აი ესეთი დეტალები აქცევს ჩვენს ყურადღებას იქითკენ, რომ ღმერთის არავითარი სამება არ არსებობს, ეს ჩვეულებრივი ზღაპარია და რომ ის ერთი პიროვნებაა. ასევე მინდა გაგახსენოთ ჩვენი წინაპარი შოთა რუსთაველი, რომელმაც თავის ნაწარმოებშიც ხაზი გაუსვა სამყაროს შემოქმედს, როგორც ერთ პიროვნებას. მან ასეთი სიტყვებით დაწერა თავის ვეფხისტყაოსანში: ჰე, ღმერთო, ერთო, შენ შექმენ, სახე ყოვლისა ტანისა. და ამით უკვე თქვა შოთამ, რომ არავითარი ევოლუცია არ არსებობს, არამედ ერთი შემოქმედი ღმერთი, რომელმაც ყველა ქმნილება შექმნა თავისი სახით, როგორც სახეობები. მოდი შევეხოთ ახლა რა არის უდიდესი მცნება. როდესაც იესოს დაუსვეს ეს კითხვა, რომელია უდიდესი მცნება, იესომ ასეთი პასუხი გასცა. შეგიძლიათ ნახოთ რიგით მეორე სახარება, ეს გახლავთ სახარება მარკოზის სახარება ნახეთ, ეს არის რიგით მეორე წიგნი ახალ თქმაში და ნახეთ მე-12 თავის 21 მუხლშია, როცა ამ კითხვას უსვამენ და 29 მუხლიდან იესოს პასუხია მოცემული. თუ რას პასუხობს იესო? თუ რამდენია ღმერთი? ღმერთი რო სამება ყოფილიყო, როდესაც კითხეს იესოს, რომელია უდიდესი მცნება, იგი იტყოდა და ღმერთი წმინდა სამებაა. მსგავსი რამ იესოს არ უთქვამს. იესომ უთხრა, ისმინეთო, უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალიაო. დააკვირდით, ვინც ამბობს, რომ ღმერთის სამებაა, უკვე არ ღვევენ აი ამ უდიდეს მცნებას, სადაც იესო პასუხობს 29 მუხლში, უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალიაო. თან მიაქცეთ ყურადღება ამ დეტალსაც. იესო არ ეუბნება უფალი ღმერთი თქვენიო. მას რომ ასე ეთქვა უფალი ღმერთი თქვენი, უკვე რაღაცა იცოლება, ხო? თავის თავს უკვე მათ გვერდით არ დააყენებდა ადამიანების გვერდით და აყენებდა თითქოს ღმერთის გვერდით, მაგრამ იესომ უთხრა უფალი ღმერთი ჩვენი. ამით იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ უზენაესი ღმერთი მისთვისაც იგივენაირი ღმერთია, როგორც დანარჩენი სხვა ქმნილებებისთვის. და ამას ადასტურებს იოანეს სახარებასაც თუ ნახავთ, ჩვენ გასულ ლექციაზეც ვისაუბრეთ, აღარ დავწერ აქ მე-20 თავი, მე-17 მუხლი, სადაც იესო ეუბნება, რომ ავდივარ მამა ჩემთან, მამა თქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთანო. ანუ ისეთივე ღმერთია იესოსთვის, როგორც ყველა დანარჩენი სხვა ადამიანებისთვის და როგორც ჩვენთვის. ავიღოთ ასევე ის, რომ იესო მას ემსახურებოდა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, ნახეთ მათეს სახარებას თუ ნახავთ, აღარ დავწერ სახარებას, პირდაპირ დავწერ მათეს სახარება ნახეთ, მე-4 თავი, მერვე, მე-9, მე-10 მუხლები. აქ საუბარია, როდესაც სატანა ეშმაკმა იესო უდაბნოში ყოფნის პერიოდში გაიყვანა გამოსაცდელად, გამოცდებს როდესაც უწყობს და მას იესოს თავაზობს, რომ მე მეციო თაყვანიო, დაგნიშნავ მსოფლიოს მართველად, მე მეცი თაყვანი და ყველაფერი ეს შენი იქნებაო თუ თაყვანს წემო. იესოს პასუხი ნახეთ თქვენ მე-10 მუხლში. რას პასუხობს იესო? აი აქ მე-10 მუხლს მიაქცეთ ყურადღება. დაწერილია, უფალ შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. ანუ იესომ სატანას უარი უთხრა მსახურებაზე და თაყვანის ცემაზე, იმიტომ რომ თვითონ იესო ემსახურებოდა უზენაეს სამყაროს შემოქმედს. წარმოიდგინეთ ის, რომ უზენაესი ღმერთის ნაწილი ყოფილიყო, სატანა ეშმაკი ამას ვერ გაუბედავდა თაყვანი მე მეცია, ხო? აქედანაც ჩანს, რომ იესო არ არის უზენაესი ღმერთი, არამედ ის იგივენაირად ღვთის ქმნილება, როგორც სატანა იყო ერთ დროს, რომელიც ეცაში მკვიდრობდა, თუმცა შემდგომ მან დაკარგა ეს ურთიერთობა შემოქმედთან. ისე რომ
იესოს პასუხიდან ჩანს, რომ როგორც იესო ემსახურებოდა უზენაეს, ასევე ჩვენც უნდა ვემსახუროთ მას. და აი აქ 30-ე მუხში სწორედ იესო ამას ამბობდა, წინა მარკოზის სახარებაზე რომ საუბრობდი, ესეთ პატარა გულიც მივახატე, იმიტომ რომ ეს უზენაესი ღმერთი ყველას უნდა გვიყვარდეს მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ძალით, მთელი შეგნებით. ისევე როგორც იესოს უყვარდა თავის მამა და ბევრგან აღნიშნავდა ჩვენ გასულ ლექციებზეც ვისაუბრეთ, რომ მე მიყვარს მამა და ჩვენც გვასწავლის სწორედ რომ შევიყვაროთ მამა. ვისაც მამა არ უყვარს უზენაესი შემოქმედი და მხოლოდ იესოზე აკეთებს აქცენტს, ასეთ ადამიანებს არც იესოს სიყვარული ექნებათ და მით უმეტეს ვერც უზენაესისგან მიიღებენ ვერაფერს. ამიტომ აუცილებელია აი ამ მონაკვეთების გამოკვლევა, რაზეც ვსაუბრობთ. მოდით ახლა შევეხოთ მანადიური სიცოცხლის გასაღებს. ეს იკითხება უკვე აღარ დავწერ სახარებას, პირდაპირ იოანეს სახარება ნახეთ. იოანეს სახარება, ნახეთ მე-17 თავი, მესამე მუხლი. რაზე აქ საუბარი? აი აქ მანადიური სიცოცხლის გასაღებია დამარული აი ამ მუხლში. აქ საუბარია თვითონ ჩვენ ვიცით რომ მე-17 თავი არის იესოს ლოცვა, მთლიანი თავი, თავიდან ბოლომდე. და აქ მესამე მუხლში მამას როდესაც ესაუბრება, ეუბნება რომ ეს არისო მანადიული სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ ერთს ჭეშმარიტ ღმერთსო. იესომ არ მოიხსენა რომ გიცნობდნენ შენ როგორც წმინდა სამებას. მან თქვა გიცნობდნენ შენ ერთს ჭეშმარიტ ღმერთს. და შემდეგ ეუბნება უკვე თავის თავზეც რომ მით შენ გამოგზავნე იესო ქრისტეს, რომ ამის შესახებაც უნდა მივიღოთ ცოდნა. თუ რატომ იყო იესო მოსული, რა იყო მისი მთავარი მოსვლის მიზეზები და უმთავრესი მიზეზი, როგორც გამოსასყიდის და ამას შემდეგ სხვა ლექციების დროს შევეხებთ. ანუ აი ამ მუხლში საუბარია ის, რომ იესომ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მარადიული სიცოცხლე, გაიცნოთ ღმერთი. განა შეიძლება სიცოცხლე გინდოდეს, მარადიული სიცოცხლე და მარადიული სამყოფელი ცხოვრება და არ გინდოდეს იმ პიროვნების გაცნობა, რომელიც სიცოცხლის წყაროა, რომელსაც მამა ქვია. სწორედ მაგიტო უწოდებს იესო მამასაც და მაგიტო უწოდებს ნაწერილები მამას, რომ ის არის სიცოცხლის წყარო. მისგან მოდის სიცოცხლე, ახლა ცხვირის ნესტოებში რომ გვიდგას სიცოცხლის სიტყვა, სწორედ მისგან გვიდგას. და განა შეიძლება თქვა უარი ამ პიროვნების გაცნობაზე. ამიტომ თქვა იესო, ეს არის მარადიული სიცოცხლე. ვინც უარს იტყვის უზენაესი ღმერთის მამის გაცნობაზე, ისინი ლოგიკურია ვერ მიიღებენ აი ამ სიცოცხლეს. ამიტომ ყურადღებით გამოიკვლიეთ ეს დეტალები. შევეხოთ კიდევ ერთს, მაგალითად, იგივე იოანეს სახარება ნახეთ. იოანეს სახარება, ამჯერად მესამე თავი, მე-16 მუხლი. აქ საუბარია თუ როგორ უყვარვართ ზეციერ მამას. იმდენად შეგვიყვარა ღმერთმა მთელი კაცობრიობა, ქვეყნიერება, რომ თავისი საყვარელი ძე გამოიმეტა ჩვენთვის. როგორც გამოსასყიდი, რომ მას ის უნდა შეწირულიყო მთელი კაცობრიობის ცოდვებისთვის. აი დავაკვირდით ერთ მნიშვნელოვან დეტალს. ესეთი კითხვაც მინდა მოგმართოთ. იესოს ძეს რა ქვია? თუ ყავს იესოს ძე? რა თქმა უნდა, იესოს ძე არ ყავს და არასოდეს ყოლია, ხო? მაგრამ აი ამ მუხლში საუბარია, რომ ისე შეიყვარაო ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი ძე. ანუ იესომ კი არ მოგცა თავისი ნაწილი, როგორც ამას სამების დოგმატის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ თითქოს ღმერთის ნაწილი იყო მოსული და ანკაცდა და თავი შემოგწია. არა, მამამ მოგცა თავისი ძე, აქ ეს აზრია უზენაესმა ღმერთმა და არა ის არ იყო სამების ნაწილი. ანუ ღმერთმა კი არ შემოგწირა თავისი თავი, რაც აბსურდია, ლოგიკურია. ღმერთმა თავისი ძე და თუ გვახსოვს ბიბლიის პირველ წიგნში საუბარია, როდესაც აბრაამი წირავს ღმერთს თავის ძეს. გვახსოვს ხო ეს? როდესაც ღმერთმა მერე შეაჩერა და გამოაჩინა კრავი, რომელიც მერე საბოლოოდ აბრაამმა შეწირა. აი ეს იყო წინა სახეობა იმისი, თუ რა მომავალში საუკუნეების მერე რას გააკეთებდა ღმერთი კაცობრიობისთვის, რომ იგი შეწირავდა თავის ძეს. და რომ შეაჩერა, რომ ღმერთი გამოაჩენსო და კრავი რომ გამოაჩინა. აი ესე გამოაჩინა ღმერთმა სიმბოლური კრავი, იესო ქრისტე, რომელიც ჩვენი ცოდებისთვის დაიკლა აი ამ გაგებით. და ეს მსახურება მაშინ მუდმივმა შეასრულეს, შეწირეს იესო, ვერც გაიაზრეს ისე, როგორც მუდმივ მსახურებაში შედიოდა ხოლმე. ამაზე ჩვენ დავდეთ გასული ლექციები, ამიტომ შემოდით თუ არ მოგისმენიათ და აუცილებლად მოისმენთ ისინი. ანუ აქ საუბარია, რომ ღმერთმა თავისი თავი კი არ შემოგწირა, შემოგწირა თავისი ძე. აი ეს მონაკვეთები ანგრევს, შლის სამების დოგმას. ასევე თვითონ სამოციქულო ეკლესია ხაზს უსვავს ბევრჯერ, რომ არ არსებობს არავითარი სამება და არავითარი სხვა ღმერთები ერთი უზენაესის გარდა და ზეციერი მამის გარდა. ისინი ყოველთვის ასე მოიხსენიებენ ზეციერ მამას და შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად კორინთელთა წერილი 2 წერილია
კორინთელთა პირველი წერილი ნახეთ, პირველი წერილის მერვე თავის მეექვსე მუხლი. მერვე თავის მეექვსე მუხლი. აქაც ხაზს უსვამენ მოციქულები, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი უზენაესი ღმერთი, ზეციერი მამა, ვისგანაც არის სიცოცხლე, ყველა ჩვენგანიო. იგივე სამოციქულო წერილებში ნახეთ ეფესოელთა წერილი. ვინც ახლა პირველად ისმენთ, შეგიძლიათ ეს მოკლე ეს ჩანაწერები ნახოთ ხოლმე საძიებელში ახალი აღთქმის გამოყენება ისწავლეთ. ნახეთ ეფესოელთა წერილის, აი ამ წერილში ნახეთ მეოთხე თავი და მეოთხე თავში ნახეთ იგივე მეექვსე მუხლი. აქაც ხაზს უსვამს სამოციქულო ეკლესია, რომ მხოლოდ ერთია სიცოცხლის შემოქმედი, უზენაესი ღმერთი, ჩვენი ზეციერი მამა. ამ წოდებით იხსენებენ ყოველთვის, რადგან მამა სწორედ ამას ნიშნავს, რომ ის არის სიცოცხლის დასაბამი, ის აძლევს სიცოცხლეს ყველა ქმნილებას. რაც შეეხება იმას, რომ უზენაესი არავის არასოდეს უხილავს, ამაზე წერს როგორც იოანეს სახარებაში, ასეც დაობენ ხოლმე სამების დოგმატის მხარდაჭერები პირველ მოხსო ეჭიდებიან ჩვენ ესეც გავმართეთ გასულ ლექციაზე. ამიტომ ნახეთ იოანეს სახარებას ვნახავთ პირველი თავის როგორც თქვი პირველ მოხსე დაობენ ხოლმე. პირველი თავის მე-18 მუხლი ნახეთ. ამ მე-18 მუხლის პირველ ნაწილში იოანე ამბობს, რომ უზენაესი ღმერთი არავის არ უნახავს. როცა ის იესოს გვერდით იყო ხოლმე, ხო? იესოს არ თვლიდა ის უზენაეს ღმერთად და ამიტომ ამბობს, რომ უზენაესი ღმერთი არავის უნახავს. ხოლო მეორე ნაწილში ამბობს, ამ მუხლის მეორე ნაწილში, რომ მისმა მხოლოდ შობილმა ძემ გაგვიცხადაო. ანუ გაგვიცხადა რა გაგვებით, გაგვაცნო მამა. დაგვანახა მისი პიროვნება, თავისი ბუნებით, თავისი თვისებებით, თუ როგორია მამა. და ამაზეც თქვი, ხო? გასულ ლექციებზეც, რომ როგორც ნებისმიერი შვილი ირეკლავს თავის მამას, მანერებში, თვისებებში, ჩვევებში ბაძავენ ხოლმე შვილები მამებს, ასე ბაძავს იესო თავის ზეციერ და ჩვენ ზეციერ მამას. და ასეთი ამგვარად, ასეთი სახით გაგვაცნო. და იგივე შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად იოანეს არის ასეთი იოანეს პირველი წერილიც. იოანეს პირველი წერილიც ნახეთ, ახალ აღთქმაში ესეც, მეოთხე თავის, მე-12 მუხლი. აქაც იგივე სიმეორებს იოანე, რომ ღმერთი უზენაესი არავის უხილავს. იგივე ამბობს სხვა სამოციქულო წერილებიც, მაგალითად თუ ნახავთ, ტიმოთეს ორი წერილია, ნახეთ პირველი წერილი, ტიმოთეს პირველი წერილი, მე-6 თავის, მე-16 მუხლი. აქაც ხაზს უსვამენ მოციქულები იმას, რომ უზენაესი ღმერთი არავის უხილავს, ის კვიდრობსო მიუწვდომელ სინათლეში. და რაც მთავარია, ყველაზე სანდო პიროვნება ჩვენთვის ვინ არის? იესო ქრისტე. ეხლა, განა შეიძლება, რომ დაუჯეროთ სასულიერო პირებს, ეგრეთ წოდებულ მამაოებს, თუ გუშინ შემდგარ მღვდლებს და არ დაუჯეროთ თვითონ იესო ქრისტეს. რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა ზეციერ მამას და რომელმაც გაგვაცნო ზეციერ მამა. ასეთ რამეს ამბობს იესო ზეციერ მამაზე, თუ როგორი პიროვნება ის და ხაზს უსვამს, რატო არ შეიძლება მისი ხილვა. ნახეთ იოანეს სახარება, ეს რიგით მეოთხე სახარება აკვლავაც. იოანეს სახარება, მეოთხე თავის, 24 მუხლი. აი ამ 24 მუხლში, მეოთხე თავისა იოანეს სახარების, იესო გვიხსნის რატომ არ შეიძლება, რატომ ვერ შევძლებთ უზენაესი ღმერთის ხილვას და გვიხსნის მიზეზსაც, რატომ არ შეიძლება ღმერთის თაყვანისცემის დროს გამოიყენოთ ხატები, ნახატები, რელიგიური საგნები თუ ასე შემდეგ, საერთოდ ხილული რამეები, რაც ნივთებია, საგნებია და ხელით შექმნილი. რატომ არ შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება? რადგან რას მოიაზრებს ღმერთის თაყვანისცემა? აი აქ ახსნა იესომ და ჩვენ დეტალურად გვაქვს ეს აღწერილი, როცა თაყვანისცემის შესახებ ლექცია განვიხილეთ, თუ არ მოგისმენიათ, შემოდით პირადში, ასკროლეთ გვერდები და მოისმინეთ ის გასული ლექციებიც. ასე დეტალებზე დაკვირვებით ჩვენ ვხედავთ, რომ რაც მეტად შევდივართ ღმერთის სიღრმეებში, მით მეტად გავეცნობით მას, მეტ ინფორმაციას შევიძებთ მისი პიროვნების შესახებ და სწორედ ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენთვის ბუნდოვანი აღარ იყოს სამება, რადგან სამების დოგმატიკა, რომელიც მეოთხე საუკუნეებში შექმნეს და ჩამოაყალიბეს, ეს აბუნდოვნებს ღმერთის პიროვნებას და შეუძლებელს ხდის მის გაცნობას, მის სიღრმეებში შესვლას. თუმცა ეს შესაძლებელია მისი გაცნობაც, მასთან დაახლოებაც, ამას თანდათან იქით და იქით უფრო მეტ
ნათელს მოვფენთ, უფრო მეტი ბიბლიური არგუმენტების თუ აი ამ ბიბლიური მუხლების განხილვით. ყველას გულწრფელ მკვლევარს გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ, რომ შედგეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებად.